საქართველოს რაგბის კავშირმა ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარებისთვის რაგბის ეროვნული აკადემია შექმნა. წვრთნის პროცესში სპორტსმენები 15-16 წლის ასაკიდან ერთვებიან და ასაკობრივი ნაკრებებისთვის ემზადებიან. აკადემია მუშაობა საქართველოსთვის უჩვეულო დროს დილის 7 საათზე იწყებს. მორაგბეები მწვრთნელებთან ერთად შევარდენის სარაგბო ბაზაზე იკრიბებიან და დილის ვარჯიშს ატარებენ. აკადემიის სისტემა ზელანდიური ჰარიკეინსის ბაზიდან არის აღებული. ვარჯიშისას მწვრთნელები და მოთამაშეები ძირითადად სარაგბო უნარების განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი. კონტაქტური ვარჯიშები ძალიან ცოტა გვაქვს რა, როიცოთ, მაგრამ სულ უნარებზეა. ორშაბათს არის კოლექტიური უნარები, ვიწყებთ 7 საათზე, 8-20 წუთზე და 9-20 წუთზე ბავშვებს ვანთავისუფლებთ, რომ წავიდნენ სკოლაში და სკოლაშიც დროზე მიასწრონ. ახლოვდება 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც საქართველოს ორ ქალაქში თბილისსა და ქუთაისში გაიმართება. აკადემიის მუშაობა ახლო კავშირშია ასაკობრივ ნაკრებებთან. ხშირ შემთხვევაში ასაკობრივ გუნდებში სწორედ ამ სივრცეში მომზადებული მორაგბეები არიან წარმოდგენილნი. 18 წლიანებში გვაქვს პირდაპირ შეხება, როიცოდეთ რა, ესე იგი აქედან ბიჭები გადადიან ეგრევე 18 წლიანების ნაკრებში. დაცვის ვარჯიშები ერთ პრინციპზე უნდა აეწყოს, შეტევის ვარჯიშები ერთ პრინციპზე უნდა აეწყოს. გეტყვით უკვე დავიწყეთ მაგის კეთება და ამას ბოლომდე ავიყვანთ. ამ ვერტიკალს ქვემოდან ზემოთ ავყვებით, აუცილებლად გავიტანთ ამას, იმიტომ რომ ჩათვალეთ, რომ 4 თვის დაწყებულია და 1-3 წელიწადში ეს ვერტიკალი სწორად რომ ავამუშავოთ, ესე იგი ზუსტად იმის პირობა იქნება, რომ ეს ბიჭები გაიზრდებიან და მივლენ იმ ფილოსოფიით, რა ფილოსოფიითაც დავიწყეთ ბოლომდე. გარდა სპორტული ღონისძიებებისა, ახალგაზრდა სპორტსმენები საგანმანათლებლო აქტივობებშიც ერთვებიან. სხვადასხვა აქტივობებში ჩართული ყავს ის ახალგაზრდები, წლის ბოლომდე გაწერილია 14 სხვადასხვა ტიპის, როგორც არის თქვა საგამოფენო თუ სამუზეუმო სივრცეების მონახულება, ცნობად ადამიანთა შეხვედრები, რა თქმა უნდა გასვლითი ღონისძიებები, სადაც სხვადასხვა დარგის სპეციალისტები იქნებიან ჩართულები და ეს ბავშვები გარკვეულ მრავალფეროვან ინფორმაციას მიიღებენ. ეს ყველაფერი ხდება ინტერაქტივის რეჟიმში, ანუ ეს ბავშვები ახალგაზრდები წინასწარ ინფორმირებულები არიან თუ რა თემაზე გვექნება საუბარი, ემზადებიან ამ შეხვედრებისთვის, პრეცედენტი უკვე არსებობს, შედგა უკვე ერთი შეხვედრა. ახალგაზრდებს დაურიგეთ წიგნები, დათო ტურაშვილთან იყო ეს დაანონსებული თავიდან და კავშირმა შეიძინა დათოს ლიტერატურა, წინასწარ დაურიგეთ ახალგაზრდებს, აიკითხეს და ძალიან საინტერესო აღამო შედგა, იმდენად რომ გათვლილი იყო საათნახევარიანი უნდა ყოფილიყო შეხვედრა, 2 საათნახევარს გაგრძელდა და ძალიან ესეთი წარმატებული საინტერესო პროექტი გამოვიდა. მწვრთნელებთან ერთად რაგბის ეროვნული აკადემიის სპორტსმენებთან მუშაობს ფსიქოლოგით, რომელიც მორაგბეთა მენტალურ სიჯანსაღეზე ზრუნავს. მუშაობთ ახლა ჩვენ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად, რაც არ უნდა გუნდური სახეობა იყოს, ეს გუნდი შედგება პიროვნებებისაგან, ამიტომ ისეთი პიროვნული პარამეტრები, როგორიც არის ყურადღების კონცენტრაცია, სპორტვაღელვა, სტრესული გამოვლინებები და ასე შემდეგ, აუცილებელია მათი ოპტიმიზაცია, რომლის გარეშეც დღეს უკვე სპორტში ზემოთია საუბარი დიდ მიღწევებზე, ამიტომ ამ მიმართულებით დიდ ყურადღებას ვაქცევთ და კიდევ ვიმეორებ, რაც არ უნდა გუნდური სახეობა იყოს, ჩვენ მუშაობთ ინდივიდუალურად, ანუ დაუღალავი ინდივიდუალური მუშაობა თითოეულ სპორტსმენთან. რაგბის ეროვნულმა აკადემიამ არსებობა სულ 4 თვის წინ დაიწყო, თუმცა პირველი შედეგები უკვე სახეზეა. იული შესამჩნევია, როგორ გაუმჯობესდა მორაგბეთა სარაგბო უნარები, რაც მაღალი ალბათობით მომდევნო წლებში შედეგს აუცილებლად მოიტანს.